გაფუჭებული ვარსკვლავი, განებივრებული მილიონერი. ბავშვი, რომელმაც დიდება ვერ აიტანა. 2010 წელს ეს ბიჭი მსოფლიოსთვის უბრალოდ თინეიჯერი ვარსკვლავი იყო. ლამაზი ხმა, მილიონობით ფანი, გაყიდული კონცერტები და იდეალური პოპ იმიჯი. რა მოხდება, როცა 15 წლის ბავშვი აღარ არის ადამიანი და ხდება პროდუქტი, რომლის გაჩერებაც არავის აწყობს. როგორ გახდა ის გლობალური ბულინგის სამიზნე, როგორ მიიყვანა სისტემამ ფიზიკურ და ემოციურ კოლაფსამდე და როგორ დაიწყო მან წლების შემდეგ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნება. მესაბავარ, შენ შეგიძლია შუა დამიძახო. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ ჯასტინ ბიბერის შესახებ. როდესაც ჯასტინმა კარიერა დაიწყო, ის უკვე აღარ იყო უბრალოდ პატარა ბავშვი, ის გახდა ბრენდი, ის გახდა პროდუქტი. 15 წლის ბავშვის მხრებზე დადგა მთელი სისტემა. პროდიუსერები, პრომოუტერები, ინჟინრები, ისი მეგობრებიც კი. წარმოიდგინეთ, რომ 15 წლის ბავშვის კისერზე იყო ასობით თუ ათასობით ადამიანის ხელფასი. და აქ ჩდება უკვე ყველაზე საშიში მომენტი, როცა ბავშვი ამდენ ფულს გამოიმუშავებს, მისი დაღლა უკვე პირადი პრობლემა აღარ არის. მისი გაციება ფინანსურ დანაკარგად ითვლება. მისი ფსიქოლოგიური გადაღლა ტურისთვის საფრთხეა. წარმოიდგინეთ მოზარდი, რომელსაც ყოველდღე ეუბნებიან, შენ განსაკუთრებული ხარ, მაგრამ სინამდვილეში გულისხმობენ. შენ უნდა იმუშაო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული. ასეთი წნეხი დიდხანს უხილავი არჩევა. გარედან ყველაფერი ბრწყინვალე ჩანდა, გაყიდული ბილეთები, სავსე სტადიონები, მუსიკა, წარმატება, მაგრამ სხეული დიდხანს ტყუილს ვერ იტანს. 2013 წელს ერთ-ერთ კონცერტზე, O2 არენაზე, ლონდონში, ის შუა პერფორმანსის დროს შეუძლოდ გახდა. ბერს უნთქავდა, გაიყვანეს კულისებში, ექიმებმა მის მენეჯერებს ურჩიეს, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო. თუმცა როცა მენეჯერები სცენაზე გამოვიდნენ და გადახედეს ამდენ ხალხს, მიხვდნენ, რომ ეს ხალხი ბილეთის უკან დაბრუნებას მოითხოვდა. ეს მათ არ აწყობდათ. ექიმებს უთხრეს, რომ იქვე მიეწოდებინათ ჟანგბადის ბალონი და როდესაც კარგად გახდებოდა, ისევ სცენაზე დააბრუნებდნენ. ისინი მართლაც ასე მოიქცნენ. იაწოდეს ჟანგბადის ბალონი, დაამშვიდეს ჯასტინი, როგორც კი ჰერი მოუვიდა, ისევ სცენაზე გაუშვეს. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მომენტი, როცა სისტემა იტყოდა, გაჩერდი, შენ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ინდუსტრიის ლოგიკა სხვანაირად მუშაობს. როცა დარბაზში ათასობით ადამიანია, როცა ბილეთები გაყიდულია, როცა მილიონობით დოლარი მოძრაობს, არტისტის სხეული ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება. როგორც მივხვდი, ვარსკვლავურ ცხოვრებაში არის ესეთი პარადოქსი, რომ შეიძლება შენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობდეს, ასეულობით ადამიანი, მაგრამ მაინც მარტოსული იყო. მის გარემოცვაში პირდაპირ თუ ვირიბად მის წარმატებაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო დამოკიდებული. აქ არ გულისხმობ მხოლოდ მის მენეჯერებს, ინჟინრებს, დაცვის წევრებს, აქ გულისხმობ მის მეგობრებსაც კი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ 15 წლის და შენს სახელფასო უწყისში არიან შენი მეგობრებიც კი. მარტივად რო ვთქვათ, შენზე არის დამოკიდებული, შენი მეგობარი გადაიხდის თუ არა სახლის ქირას. ის მეგობარი არ მოვა შენთან და არ გეტყვის, რომ იცი რა ისვენე ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებით დატკბი. ის გეტყვის, რომ შენ ეს შეგიძლია, ყველაფერს გადალახავ. განსაკუთრებით, როცა ამერიკელებზე გვაქვს საქმე. და ასე მილიონობით ფანის შუაში ჯასტინ ბიბერი ნელ-ნელა იზოლაციაში აღმოჩნდა. მაგრამ ინდუსტრია მხოლოდ მენეჯმენტი არ არის. ინდუსტრია არის მედიაც, ტაბლოიდებიც, პაპარაცებიც. და ჩვენც აუდიტორია, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდით. პაპარაცებისთვის ჯასტინ ბიბერის ნერვული აშლილობა ოქროს საბადო იყო. თუ ის იღიმოდა, იყიდებოდა. თუ ის ტიროდა, უფრო კარგად იყიდებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოზარდი და უბრალოდ მაღაზიაში გასვლა გინდა. და ამ დროს 15-20 კაცი კამერით და ფლეშებით დაგსდევს. ეს მხოლოდ ფოტოების გადასაღებად არ ხდებოდა. ისინი მას პროვოკაციულ ფრაზებს ეუბნებოდნენ, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან. როგორმე რაიმე ცუდი ეთქვა ჯასტინს, შეეგინა. თუ ხელს დაარტყამდა, უფრო კარგი იყო. ჩვენ ხშირად საუბრობთ ვარსკვლავებზე. ისე თითქოს ისინი პერსონაჟები არიან, მაგრამ ამ ყველაფრის ცენტრში არის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან კამერების წინ იზრდება. ზრდასრული კაცები, ტელეწამყვანები, კომიკოსები, სოციალური ქსელების მომხმარებლები, ყველა იყენებდა თინეიჯერ ბიჭს, როგორც დასაცინ ობიექტს. ანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, გამოიწერეთ არხი. ეს პერიოდი მეც ძალიან კარგად მახსოვს, როცა პატარა ვიყავი. ხშირად ხდებოდა ინტერნეტში მიმები მასთან დაკავშირებით. თითქოს მისი მოსმენა სირცხვილი იყო, ველანაირად დასცინოდნენ. ეს მარტო ხალხს არ ეხება. კომიკოსები ტელევიზიაში დასცინოდნენ. 15 წლის ბავშვი. აბსურდია. ახლა რომ ვიაზრებ, მაშინ თუ მე რამე იმზებდი ან მეც თუ რამე დამცინავს ვიძახდი, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მე ვიყავი პატარა და მე ვუყურებდი ამას, რომ ეს ნორმა იყო. მაგრამ მაშინ ვინც იყო ზრდასრული ადამიანი, 20 წელს ზემოთ, 30 წელს ზემოთ, არ ვიცი. მომიაზრებდნენ, რომ 15 წლის ბავშვს დასცინოდნენ. 15 წლის ბავშვს. დღევანდელ ვითარებაში მე ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ახლა ვინმე გამოვიდეს 14-15 წლის ბავშვი და ესე ყველა ერთად დავცინოთ. რაღაც მგონია, რომ ახლა უფრო დავიცავდით ჯასტინ ბიბერს, ვიდრე მაშინ. ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხს ხშირად მოყვება აფეთქება. 2014 წელს ჯასტინ ბიბერი კანონის დარღვევებთან
კონფლიქტებთან და სკანდალებთან ასოცირდებოდა. მედიისთვის ეს მარტივი ამბავი იყო. დიდებამ გააფუჭა, ფულმა გააგიჟა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ამ პროცესს შეიძლება სხვა სახელიც ჰქონდეს. თვითსაბოტაჟი. დააკვირდით ამ ღიმილს. ეს არ გავს ბედნიერებას, ეს გავს ადამიანს, რომელსაც თითქოს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ იმისზე. და ამიტომ იწყებს მის განადგურებას. როცა ვერ ტოვებ სისტემას ლეგალურად, როცა ვერ წყვეტ კონტრაქტებს, როცა ვერ გარბიხარ ვალდებულებებისგან, ბესნობიერი შეიძლება სხვა გზას ირჩევდეს. ის ფიქრობდა, რომ თუ საკმარისად პრობლემური გავხდები, იქნებ თვითონ გამიშვან. ეს არ ნიშნავს, რომ მისი მაშინდელი შეცდომები უნდა გავამართლოთ, მაგრამ თუ საქმეს მხოლოდ ერთი ჭრილიდან უყურებთ, ეს არასწორი იქნება. კარიერის დასაწყისში ჯასტინ ბიბერი მოხვდა იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან წრეებს წარმოადგენდნენ. სწორად მიხვდით, ფავთიდიზე მაქვს საუბარი. ზოგადად ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე უნდა მესაუბრა თუ არა, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, იმიტომ რომ გონია რომ ისედაც ყველაფერი იცის და თუ არ იცით, კიდე ძალიან ბევრი ვიდეო დევს ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული კადრია ვიდეო, სადაც ფავთიდი ახალგაზრდა ჯასტინთან ერთად ჩანს და საუბრობს იმაზე, რომ ისინი ერთად ატარებენ დროს. მაშინ ეს უცნაურად არავინ აღიქვა, იმიტომ რომ მაშინ ფავთიდიზე არ ვიცოდით რეალური ფაქტები. თუმცა ახლა რომ ჩავრთოთ იგივე ვიდეო და ფავთიდის ეს ყველაფერი არ ვიცოდით, მაინც ძალიან უცნაური ვიდეოა. რა უნდა 15 წლის ბავშვს ამხელა კაცთან საუბრობენ გართობაზე, უგუებზე, მანქანებზე, ის ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ იყო. 2020 წელს რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბიბერი ბრუნდება სიმღერით Yummy. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ სულუქი პოპ სიმღერაა, მაგრამ კლიპი ბევრად უფრო უცნაურია. ჩვენ ხედავთ მდიდარ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მდიდრულ სუფრასთან სხედან და გაუმაზღრად ჭამენ. მათ გარშემო არიან ახალგაზრდები, ბავშვები, მუსიკოსები, თითქოს ახალი თაობა, რომელიც ამავე სისტემისთვის უკრავს. და ფინალში ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი, შეჭმული ტორტი მისი ბავშვობის ფოტოთ. და აწერია Yummy, ანუ გემრიელია. ეს კადრი შეიძლება წავიკითხოთ როგორც ძალიან მარტივი, მაგრამ მძიმე სიმბოლო. სისტემამ ჩემი ბავშვობა შეჭამა, მაგრამ შეიძლება უფრო თულად შევხედოთ ამ საკითხს. ამაზე საუბარი და არ მინდა, თუ იმას ნიშნავს, რასაც ვფიქრობ. აქ არ არის აუცილებელი ილუმინატებზე ან შეთქმულებებზე საუბარი, რეალური ამბავით საკმარისად მძიმეა. ბავშვი შევიდა ინდუსტრიაში, სადაც მის გარშემო თითქმის ყველა ზრდასრული ადამიანი რაღაცას იღებდა მისგან. ფულს, სტატუსს, გავლენას, კავშირს, ძალაუფლებას. როდესაც ბავშვი ამდენი ადამიანის ინტერესის ცენტრში ხვდება, მთავარი კითხვა უნდა იყოს, ვინ იცავდა მას? წლების განმავლობაში გაგრძელებული წნეხი, მხოლოდ მის ფსიქოლოგიაზე არ აღიბეჭდა, სხეულიც იმახსოვრებს ყველაფერს. 2022 წელს მან მსოფლიო ტური გააუქმა, დიაგნოზი რამსეი-ჰანტის სინდრომი, მდგომარეობა, რომელმაც სახის ნერვი დააზიანა, სახის ნაწილობრივი დამბლა გამოიწვია. ვერ ვიტყვით, რომ ეს დიაგნოზი პირდაპირ მხოლოდ სტრესმა გამოიწვია, ასეთი სამედიცინო მდგომარეობა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული ფსიქოლოგიური წნეხი, დასუსტებული ორგანიზმი, თითქოს სხეული საბოლოოდ იწყებს გაჩერებას. თითქოს სხეული გეუბნება, რომ საკმარისია. ეს იყო არაუბრალოდ კარიერული პაუზა, ეს იყო იძულებითი გაჩერება. გაჩერება, რომელსაც შეეძლო გადაერჩინა კიდეც. ამ დიაგნოზის შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ მისი კარიერა საბოლოოდ დასრულდა. თუმცა სულ ახლა ხანს ის გამოჩნდა კოაჩელაზე. თავიდან თითქოს ის დაძაბული იყო, თითქოს იმ არწუხებში იყო ისევ, როცა მღეროდა, თითქოს მისი ხმა თვისი იყო, თუმცა რაღაც მომენტში ისეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ საკუთარი თავი დაიბრუნა. აქ არ იყო გადაჭარბებული ქორეოგრაფია, რაღაც დაპროგრამებული მოძრაობები და არ იყო ის დაძაბულობა, ის უბრალოდ სცენაზე იდგა, ანიჭდა ლეპტოპთან, YouTube-ზე რთავდა სიმღერებს, თითქოს თვითონაც სიამოვნებას იღებდა და საბოლოოდ საკუთარ თავს იბრუნებდა. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება. ადრე სცენა მისთვის იყო ვალდებულება, დღეს შეიძლება არჩევანი იყოს. ადრე ის გამოდიოდა, რადგან მის უკან კონტრაქტები იდგა. დღეს ის შეიძლება გამოდიოდეს იმიტომ, რომ თვითონ უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ტრავმა ასე მარტივად არ ქრება. ბავშვობაში დაკარგულ თავისუფლებას ერთი კონცერტი ვერ დაგიბრუნებს. მაგრამ ზოგჯერ დაბრუნება არ ნიშნავს ძველ დიდებასთან დაბრუნებას. ზოგჯერ დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ პირველად ცხოვრებაში შენ თვითონ წყვეტ, როდის სიმღერო, სად გამოჩნდა და როდის გაჩერდე. მას ყავს უკვე ცოლიც და შვილიც. და მთავარი კითხვა, დღესაც იგივე რჩება. შეიცვალა თუ არა მუსიკალური ინდუსტრია? თუ უბრალოდ ახალი ბავშვები გამოჩნდნენ, რომლებსაც იგივე მანქანა ელოდება. ჩვენ ვიმყოფებით ლისი პოდკასტ სტუდიოში, რომელიც მდებარეობს ავტოვარიის 99-ში. გუგინათ პოდკასტის ჩაწერა, ან თუნდაც მსგავსი მონოლოგის სტილის ვიდეოს გადაღება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ლინკი იქნება აღწერაში. სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დამიკომენტარეთ, ვიზზე გადავიღო შემდეგი ნაწილი.